ვარ ალიბულქოძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემს საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთით თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ჯორჯიაში. ყავს 2 მწვრთნელი, თორნიკე ბურგაძე და ინარ მასწავლებელი. უფრო მხიარულია თორნიკე მასწავლებელი. ინარ მასწავლებელი იშვიათად ეღებება. ისე ორივე ერთმანეთზე უკეთესია. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მომწონს ეს ადგილი და კომფორტულად გრძნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა შეტევების წამოწყება. ჩემ გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ დათა ევგენიძესთან. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს მაღალი პასის ჩაწოდება. მე უკვე მქონდა 7 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა სპარტასთან მატჩი. დაძაბული თამაში იყო და მოვიგეთ 5-4. მაგ თამაში გავაკეთე ასისტი და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. 4 წელს ვიყავი, მაშინ გადავწყვეტე ფეხბურთელებმა. უკვე უოცნებობდი ფეხბურთს. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ექიმი. მაგრამ მაინც მგონია, რომ კარგი ფეხბურთელი გამოვალ. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ ნაპოლში, შემდეგ ლივერპულში და შემდეგ რეალ მადრიდში. მე ვაპირებ ფეხბურთს ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ხატვარი. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. 2 თვის უკან შევედი ხატვის სტუდიაში შაიანაში. დამხდა ძალიან კარგი გარემო და კარგი სიტუაცია. კარგად გვასწავლიან და დიდ ყურადღებას ვაქცევთ კონტურებს. მაგ სტუდიაში ასევე გვასწავლიან თიხაზე მუშაობას. ყველა ხშირად ვხატავ ფიგურებს, კიდევ ვხატავ ბუნებას და კიდევ მანქანებს. ყველაზე რთულია მანქანის დახატვა. ყველაზე ადვილია პეიზაჟის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ თან გოგოს ფერია და თან სისხლის ფერი. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 12 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დაუპატიჟებ ბიძაშვილებს, ოჯახს და ნათესავებს. საპატიო სტუმრად დაუპატიჟებ ჩემს დამრიგებელ ნანა მშვიდობაძეს. ძალიან გამომართლა, რომ ისეთ სკოლაში სწავლობ, სადაც ასწავლის ნანა მშვიდობაძე. ის არის მხიარული, უყვარს ბავშვები და ცოტა მკაცრი. ისეთი მშვენიერია, რომ სიმკაცრით ვხვდება. ჩემი საყვარელი საგანია მე და საზოგადოება. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დიმიტრი ბეჟანიძე. ყველაზე ჭკვიანია დიმიტრი დიასამიძე. ყველაზე მშვიდია ელენე სიცხლაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნიკოლოზ გეწაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ შეყვარებული არ მყავს და არ მინდა. იმიტომ რომ მომთხოვნები არიან და ნერვებს მომიშლიან. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქვენ საბას და ელენეს. ჩემს ცოლს დავარქვენ მარის. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში შემოვნებით ვითამაშებდი 13 ნომრით. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ფატი. ის არის ცელქი, ნერვების მომშლელი და პრანჭია. ნერვებს მიშლის, როდესაც მომაღლა ტირის და ყვირის. ასე რო არ შვებოდეს, მშვენიერი გოგოა. ჩემი ადის ფატიო განიზრდება გამოვა მოცეკვავე. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, მსუნველი, თბილი და საქმიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს მომსხვა რიმედო. ჩემი ცოლი ყველას გემრიელად გააკეთებს სუპს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პიტერ პენი. ასევე მიყვარს ანიმეს ყურება და საყვარელი ანიმეა კაკაჩი. რომ შეიძლებოდა სიამოვნებით ვექნებოდი კაკაჩი. ჯადოსნური ჯოხი რო გქონდეს, ახლავე გავხდებოდი 20 წლის. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი გიოაბაშიძესთან ერთად. ის არის ჩემი მომიდაშვილი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის ვიცი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოს შეხვედრა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.